დიხანი ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ბაღი, სადაც ბავშვებს მოსვლის დროს კი არა, ბაღიდან წასვლის დროს ეტირათ და დომებოდათ სულ ბაღში ყოფნა. აი დიდი ფიქრის შემდეგ დასაკვირველია მივიღე გადაწყვეტილება, რომ აი ასეთი ბაღი შეგვექმნა, რომელიც თვითმფრინავში იქნებოდა და მოგეხსენებათ, რომ 2000 წლიდან, განსაკუთრებით 2005 წლიდან იბადებიან ბავშვები, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი არიან ინდიგო ბავშვების სახელწოდებით, ამიტომ თუ მათ მიდრეკილება აქვთ ტექნიკისადმი. და ამიტომ აქ არის თქვენ ახლა შევძანდით ნახეთ თვითმფრინავში, რომ იქ არის 1500-ზე მეტი ღილაკია. ყველა ღილაკი გამოცემს რაღაც ხმას, ან ნათურებს ანთებს, ან კუდი ხანქარებს, ან რაღაც. ძალიან საინტერესო არის ეს ბავშვებისათვის ყველაფერი. ფიფრინაუნა წავდეს. ცასხის ბეწვი. ჩავასი ბენზინი? შედი? ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა არის, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი პირობა, რომ გადავწყვეტეთ მოგვეყვანა ჩვენი შვილი და გვიამაყება, რომ პირველები ვართ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნამდვილად საამაყო არის და კარგია, როდესაც ხარ პირველი. ეს უკრაინელი ცოლქმა. ხო, იყო წლების მანძილზე სხვადასხვა საბავშვო ბაღებში მუშაობის გამოცდილება გამაჩნია, მაგრამ ეს იყო განსხვავებული სრულიად ფაქტი, მოვედი, ვნახე, ძალიან დამაინტერესა გარემომ, ეს იყო რაღაც უჩვეულო გარემო, რაშიც ბავშვებს უნდა ეცხოვრათ, უნდა ეთამაშათ, უნდა ემუშაოთ, აღმზრდელობითი მუშაობა აქ უნდა გვეწარმოებია, ტექნიკის საუკუნეა მოგეხსენება და ჩვენ უნდა აღზარდოთ 21 საუკუნის ახალგაზრდობა და რაც ყველაზე მთავარი ეს ჰობია რომ არსებობს თვითმფრინავის შიში ბავშვებში, მოზარდებშიც, ეს აღარ ექნებათ ბავშვებს. მიგდებული მყავდა სულ. აი მას ამოაცალეთ უკვე? შეხედა. სულ გაანადგურა გუშინ ყველამ გაიგე.